იცით ტერაბაიტი რა არის დღეს. ეს აღარ არის ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კასერებში მოათავსებენ და ჩათვლავენ. ეს ინფორმაცია ყოველთვის იქნება 10-20 წლის შემდეგ. პირველად ვიქცენი ცხოვრებაში გაუპატიურების საფრთხე, ან ისეთი ძალადობის საფრთხე, რომ ჩავიფსი შიშისგან. მუხლებზე დაგაყენებთ მანქანაში და ამას გიზამთ, შენაბეღო, რა გეკონა, რა საკეთებდი. პირში ამას გიზავ, იმას გიზავ. დიდი სტრაგს მოგიწევ და ხო ამას მიმეორებდნენ, რომ რა გეგონა, რომ აქ მოდიოდი, რომ გადარჩებოდი რაც მე ვნახე ქუჩებში, ეს არის ახალგაზრდობა უკვე სხვა კულტურის. როგორ უგლიან ერთმანეთს, როგორ თავაზიანად ექცევიან ყველას, რა გამჭრიახი და თავისუფალი აზროვნება აქვს და ამას გამოთქვამენ, ამის პრობლემა არ აქვს. მე ვფიქრობ 20 წლის მერე აი ეს დღეს გალახული ახალგაზრდობა უფრო იამაყებს, ვიდრე ისინი, ვინც მოძალადეების შვილები არიან და ისინი მეწოდებიან პირველ რიგში, იმიტომ რომ სამშობლოს გარეშე ტოვებენ მათ თავიანთ მშობლებს. მამების მარში გაიმართა დღეს. თუ გაქვს რამე ერთი წინადადება საქმე და უთხარი შენშულს. რა შეგიძლია რა უთხრა? მე ერთი წინადადება ჩემშულს უთხარი გაზაფხულის აქციების დროს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს, რომელიც სახლში მელოდება, რუსულ კანონს არ მიუნდა. მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეუსრულე ეს პირობა. ამაზე ცოტა ხალხი იყო პრინციპში და მე ძალიან კარგად ხედავდი ამას, როდესაც სცენაზე ვიდექი, მემართავდი ხალხს და საინტერესო იყო რა კუთხით, იცი რომ მქონდა განცდა, რომ ველაპარაკები ცოტა ხალხს და ისმენს ძალიან ბევრი. 28-ში გამოვედით და ვიყავით ძალიან ბევრი, ძალიან მოკლე დროში. ეს იყო რეაქცია, ხო? ეს იყო ბრაზი. და ეს ხალხი 28-ში არ გამოსულა იმ განცდით, რომ მე დღესვე გადავაგდებ ამ ხელისუფლებას. როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის გერა. როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის ცდილობებზე არის ამოუწურავი. აი ხლა მინდა უთხრა ასეთი რამ, რომ მე და მაქსიმე აუცილებლად ავალთ სცენაზე, ჩვენ გვექნება რეალური შედეგი და მე ვიტყვი, რომ მე მას პირობა შევუსრულე. ორი პირობა შევუსრულე. ის რომ რუსული კანონი აღარ არსებობს და ის რომ მე და ის სცენაზე ვდგავართ. ანუ მე ვარ ცოცხალი, ჯანმრთელი და საქართველო ისევ ფეხზე დგას. აუ რაღაცა ძალიან რომ მოხვედი, გადათვალე, რამდენი ვიყავით აქ? უირას მეკითხე. აბსოლუტური ილუსტრაცია მოხდა ყველაფრის. ანუ აღარ არსებობს მათი პროპაგანდა, როგორც პროპაგანდა, იმიტომ რომ ყველაფერი გაიშიფრა, ყველაფერი გახდა ძალიან გამჭვირვალე და თელმა საქართველოს მათ შორის მათმა მომხრეებმაც დამიჯერეთ, რომ მიციან აი ამ ყველაფრის შესახებ. მაბედნიერებს ის, რომ არავის არ ჩამოუყრია ჩემ გარშემო ყურა. პირიქით ხა აქ რა თქმა უნდა, ყონახეთ რამდენი ხალხი მოდის, ეს არის 22 დღე. ეს ადამიანები დღესაც ითვლიან თავებს. ანუ მოთხოვნებს კი არ უსმენენ. ხვდებით აი რა შორს არიან საერთოდ, აი რაღაცა პოლიტიკოსებსაც ხომ რაღაცა მორალური მხარე რა, ამათ არა. თქვენ რატომ მოხვედით ამ ღონისძიებაზე? ნაძვისთვის ანთება გინდა დადგენახაც თუ უბრალოდ პრინციპული გადაწყვეტილება იყო? რა თქმა უნდა, ნაძვისთვის ანთება მინდოდა რომ მენახა. მოკლედ წეგან ინტერვიუ ვერ დავასრულეთ, ისე მოვედი ნაძვისთვის ღონისძიებაზე ხართ მოგზაურობდი. კარგი, არ მეჩხუბოთ. არადა ახალწლო განწყობა უნდა იყოს როგორც ჩანს. მოკლედ. არა, არი ვარდეთ, დამიჯერეთ რა. არი ვარდეთ. ხო, უმორჩილეს არის, ხო, ეგ არი ვარდეთ. ხო, მაგრამ პრეზიდენტმა მე დარწმუნებული ვარ, არა არი ვარდეთ. ხო, წავედი. რა თქმა უნდა, დავრჩი ყოველგვარი ფინანსების გარეშე.
კი არ წუწუნებ, ეხლა უბრალოდ გიყვეთ, ხო, კითხეთ, რომ ამ ყველაფერს მოუჭერენ, ამაზე მეტი მოჭერა არ ვიცი მე რა შეიძლება იყოს, ოღონ ჩვენ თვითონ მოუჭერეთ მომღერლებმა აი ამ ჩვენ ყველაფერს, იმიტომ რომ არ გვემღერება და არ გონია რომ სწორია, როცა აქ დასისხლიანებული ადამიანები სახში წვანან და ნაწილი კიდევ ციხეში ზის, არაფრის გამო, რაღაც გამოგონილი ბრალდებასაც ვერ დავარქმე, რა სისულელეების გამო არ მგონია რომ ეს იყოს ადამიანურად სწორი, რომ შენ გახვიდე და ვიღაცებს მოატყუო, რომ რა მაგარი ახალი წელი როა, ყველაფერი რა კარგად არის და ეხლა ყველამ ეს ყველაფერი უნდა აღნიშნოს. ყველა ადამიანი ჩემი აზრით ქმნით დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჯერ რაც გამარჯვების. დარწმუნებული ვარ. მე ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ხალხი. ჩვენ აი აბსოლუტური რაღაც თავისუფლების გაცდით, ბედნიერების გაცდით, სოციალიზაციით, ძველი მეგობრების ნახვით, კლასელების ნახვით, აქ ვასანქცირებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, ვქმნით უპრეცედენტო პრესინგს. ვიბრძვით ახალი არჩევნებისთვის და სინამდვილეში ძალიან მარტივად დგას რა საკითხი რა. ყოველი გატარებული დღე რუსთაველის გამზირზე არის ხელშესახები მარცხი ქართული ოცნების. ანუ სახლში რომ მივდივარ ღამის პირველ საათზე, მეორე დღეს რაღაცა ემართება ქართულ ოცნებას. მხოლოდ იმის გამო რომ მე და ჩემი მეგობრები აქ ვიდექ. შეუძლებელია რომ ეს საზოგადოება ერთმა კაცმა მართოს ამიერიდან, რაც ბიძინა წავა. და რუსთაველის გამზირზე დგომით, აი მართლა ხვდები სინამდვილეში ამ ხალხს რა უნდოდა და მომავალში რა უნდა. და ისიც ნათელია, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება და ეს ხალხი ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე პოლიტიკური კლასი. ეს არის მთავარი გამოწვევა. მე ვიცი შენ რომ უამრავი ფოტო გაქვს და ფოტო არქივი. თავარი კადრი გამოარჩიე უკვე? თავარი კადრი ალბათ ჩემთვის არის ის, როცა რობოკოპები ალყაში აქცევდნენ ხალხს და გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ და უფრო მეტად რაღაცნაირი შთამბეჭდავი იყო ეგ ჩემთვის და უცნაურიც და მიუღებელიც. ეს ფოტო არქივი უკვე არქივი რაც გაქვს. ალბათ კომპიუტერში შეიტანე, ხო? რა ქვია სახელი? სახელი რა ქვია? ხო, აი ამ folders. რაც კომპიუტერში გაქვს უკვე. ალბათ წითელ ფერს დავარქმევდი. წითელს? ხო, სისხლიანი. ცოტა სევდიანიც იქნება და თან გამარჯვებული.